მოგესალმებით მეგობრებო, აი ვუყურებ ახლა ჩემს 5000 ლარიან ჯარიმას, ჩემს პირველ სამართალ დარღვევას და არ ვიცი რა ემოცია ან რეაქცია უნდა მქონდეს, ვერ ხვდები მართლა. მომყვებოდა უკან ორი ეკიპაჟი პატრულის, თეატრში მოვდიოდი, საერთოდ ვერც ვიფიქრებდი თუ მე მომყვებოდნენ. ხა და შემოვყვნენ ბოლომდე თეატრში და მეუბნებიან, რომ თქვენი საბუთისები წარადგინეთო და სიმართლე რომ გითხრათ, ვიფიქრე, რომ ტელეფონის გამო მაჯარიმებდნენ თავიდან, მაგრამ მე ბიჭები დაიკარგნენ 20 წუთით, რაღაცას არ ყვებდნენ. და მე მოვიდნენ და როგორც ყველა შემთხვევაში, ჩემთანაც არ იყო გამონაკლისი, მეუბნება ძალიან აკანკალებული და ბევრი პაუზით. პატრულის თანამშრომელი რომ ქალბატონ ნუცა 16 თებერვალს თქვენ ხელოვნურად გადაკეტეთ გზა, ამიტომ ჯარიმდებით 5000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით. ხო და ამ ვიდეოს იმიტომ წერ რომ არ ვიცი, ბევრი რაღაცის თქვა მინდა და მაგრამ არაფერს აღარ ვიტყვი. მივიღებ რჩევებს, რეკომენდაციებს მეგობრებო, ძალიან ვიცი ჩემო თანამებრძოლება, რომ ძალიან ბევრს გაქვთ უკვე გავლილი და რა თქმა უნდა ვიცი რომ უნდა დავურეკო ადვოკატს და 10 დღის მანძილზე კიდე მთავარი ამბავი არის რომ ეხლა კითხვების დასმას და პოსტით გამომიგზავნეთ და ასე შემდეგ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უკვე გამოწერილია ეს ჯარიმაო და ამიტომ ვიღებ რჩევებს თუ შეიძლება. მიყვარხართ ყველა ძალიან.